კი რაღაც კამერა დაულეწეთ. თქვენ სოფრომას არხზე ხართ, ვინაწებით. $100 ლიზაღბე. მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ სოფრომა, თქვენ ხართ სოფრომას არხზე და გავატაროთ ერთი დღე ერთად ნიუ-იორკში. მოკლედ დღეს გადავწყვიტე, რომ ძალიან მსუბუქ დღე მქონოდა და თითქმის არ მემუშავა, ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა მოკლედ. ხო და მთელი დღე ერთად რო ვიქნებით, არა ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთო. პირველი City Park-ის თანამშრომლებს ვაგინოთ გამზრდელი, რომელიც არც ერთი დღე არ იზარებენ და ყველა მანქანაზე მიწერენ ჯარიმას. მეორე ვნახოთ სანაპირო, სადაც ვარჯიშობ, ძალიან ლამაზია ის სანაპირო რეალურად. მესამე, არ ვიტყვი მესამეს, მოდი მეოთხეს ვიტყვი ჯერ. მეოთხე წავიდეთ და იქნება ოპტიკური სათვალე ვიყიდოთ, შუშა გამოვჭერთ და ჩავსვათ, რადგან მომპარეს. მე მეხუთე უნდა წავიდეთ, ვიყიდოთ სნეკები, ლუდები და ასე შემდეგ და ავიდეთ ჩემს ვაკაცთან Google შემატკივროთ მერაბს. Go მერაბ, ჯერ ამოიგებ და დღეს შენი მოგება უნდა აღვნიშნო. რაღაცა ხდებოდა აქ რა ნიუ-იორკში მერაბასთან დაკავშირებით და $500 ღირდა კართან ახლოს დადგომა და ეგ ბილეთი ვერ ვიყიდე, ფული არ მქონდა რა. ხო, ეხა მესამეც რაც შეეხება რა. თავში რო ვახსენე, ყველა მანქანაზე ჯარიმას მიწერს. ეგ არის მესამე პუნქტი რეალურად. საკმაოდ ბევრი მანქანა დამიგროვდა. მე ის ვარ. თავდაბალი მილიონერი. რომელსაც მილიონამდე $999,999 აკლია. ხო, მოკლედ, გავიგოთ, რა მანქანები მყავს, რატომ მყავს და რას ვუპირებ რა. ეხლა მოვა ერთ-ერთ მანქანაზე მომხმარებელი და მიხვდებით რომ გაყიდვას ვუპირებ. მაგრამ არის ერთი მანქანა, რომელსაც გაყიდვას არ ვუპირებ, იმიტომ რომ ძმაკაც მომთხოვა, ჩემთვის მინდაო, მეთქი ოკეი. ხო, დავათვალიეროთ მოკლედ, დავათვალიეროთ, ვარჩევ ამ ლუდარს, მაგრამ სწრაფად რო ვლაპარაკობ, მერევა. ლუდარი ერთმანეთში. ხო და წავიდეთ ეხლა. ორ მანქანაზე დილით ავიღე ჯარიმა, დამხვდა საქარემინაზე. ეხლა მესამე მანქანა უნდა ვნახო, რომელზეც ძალიან დიდი ალბათობით ეწერება, იმიტომ რომ ძალიან დაუზარელია ის დედა აფეთქებული. თან მანქანებსაც შევალოთ თვალი, ვარ გადაწერეთ კომენტარებში. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი 2200-მა კაცმა უყურა პირველ ვიდეოს რა და გამოიწერა 240-მა კაცმა თუ არ ვცდები. 240-ს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ და დააკომენტაროთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჩემთვის გამოწერა და ყველა დამწყები იუთუბერისთვის. ანუ ძალიან მარტივია. subscribe აწერია, გამოწერა, subscribe, ანუ ძალიან გთხოვთ დააჭირეთ რა. უმარტივესია, არც გამძივს, არც ათრევი არ არის, ანუ პროსტა აჭირა რა. წავიდეთ ეხა თავდაბალი მილიონერის მანქანები დავათვალიეროთ, რომელსაც მილიონამდე 999,999 აკლია. როგორც გითხარით, ორი მანქანიდან ჯარიმა ავიღე. ნახოთ მესამე მეოთხეზე რა ხდება. პირველი მანქანა არის აი ეს Mini Cooper-ი. მოდი შევხედოთ გარედან. Countryman-ია, AC. მე მგონი გარედან დაზიანება საერთოდ არ აქვს, როგორც მახსოვს. თუ აქ დგომისას არაფერი მოუვიდა. მოკლედ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ვიზუალურად თქვენს ხედავთ. ორი გასაღები აქვს შემოძვალა სიძახი. ხო, ინტერიერიც ძალიან მოწესრიგებულია, ძალიან ლამაზია. ესე სუფთად არის ყველაფერი. როგორც წინ, ასევე უკანად. ორი გასაღებით როკეტა ორმა გადაცული. ხო, ეს მანქანა იყიდება და ფას არ გეტყვით. ამის ფასი დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რამდენად ტყვიდი. სავალი ნაწილი დათვალიერებულია და არაფერი ჭირს. Clean title აქვს, სუფთა კარფაქსი აქვს. ქარხნულს აღებაზია, დაუზიანებელია, ზეთები და ფილტრები შეცვლილი აქვს და როგორც ქარხნული დაშვება, ასევე ქარხნული სიბლანტი ასხია და შეცვლილია ალების სანთლებიც. დამიწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ Mini. ეხლა გადავიდეთ F-ზე. ეს არის F-ი, X-Drive, ანუ 4-ვე წამყვანი, 528 2.0 ტურბო ძრავი. ესეც ძალიან კარგი მანქანაა. ეს იყიდება $7,000-ად, დაურტყმელი ქარხნულ საღებავზე, ესეც Clean title, ესეც სუფთა კარფაქსით რა. ხო, ერთადერთი აქ დგომისას, რაც დაემართა. ეს კარი ოდნავ გაიბრიცა და მოდი აი ესე დაგათვალიერებინებთ ამ მანქანას, აი ესე. მოკლედ ძალიან კარგი მანქანაა, ძალიან კარგ დისკებზე. ვიზუალურად სხვა არაფერი არ ჭირს. ამის გარდა მოდი ჩავიხედოთ. ესეთი სუფთა დამოწესრიგებულია ესეც. ახალი მულტიმედიით, დიდი მონიტორით, მულტისაჭით.
უკანაც ძალიან სუფთა და მოწესრიგებულია. ესეც ანალოგიურად კლინტაიტელი არის, სუფთა კარფაქსით არის. ესეც ქარხნის აღებავზე. ამბაზეც ამიწერეთ თქვენი აზრი, როგორ მოგეწონათ ეს მანქანა. რა თქმა უნდა, ეხა ემი არ არის, ემი კი არა, ემ პაკეტიც კი არ არის. ფასი შესაბამისი აქვს, მდგომარეობა ძალიან კარგი. თქვენთაც ნახავთ. აი ჯარიმა. სალამი. ბარო. დილით დაუწერიათ $60. ეს არის ჯანქარი, რომელთაც დავდივარ ყოველდღიურად. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ X5, რომელიც აი იქ ბოლოში აყენია. ეგეც ძალიან მოვლილი და სუფთა მანქანა. როგორც ყველა მანქანაში, X5-ში შეცვლილია ზეთები, ფილტრები, ალების სანთლები და მხოლოდ გარეცხილია, მეტი არაფერი. ამაზეც რა თქმა უნდა დათვალიერდა სავალი ნაწილი. როგორც ყველა მანქანა ესეც შეერთდა დიაგნოსტიკაზე, არანაირი ერორი არ აქვს. ჩემი ჯარიმების კოლექცია. ეს დღეს შევამატე. ამის ინტერიერიც ძალიან მოწესრიგებულია, ამასაც ახალი მულტიმედია აქვს, დიდი მონიტორი, მულტისაჭე. ესეც ძალიან სუფთა და მოწესრიგებულია, როგორც წინ, ასევე უკანაც. ამის ვიზუალიც ვნახოთ. მოკლედ, სამივე მანქანაზე დათვალიერებულია სავალი ნაწილი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდები. ყველაფერი კარგ მდგომარეობაშია, კლინტაიტელით არის, სუფთა კარფაქსით არის. ყველა ქარხნის აღებავზეა, რაც მთავარია რა. ამაზე დამიწერეთ $9500, როგორი ფასია, თუ 9700-ს. არ მახსოვს რა ვთქვი, რომელი ძინათ ის იყოს ფასი. როგორი ფასია და რა ღირს საქართველოში. ხო, გამოგზავნაზეც არ გვაქვს ჩვენ რეალურად პრობლემა, ნებისმიერ წამს შეგვიძლია შევიძინოთ და გამოგიგზავნოთ რა. მოხმარებელი მოვიდა, ათვალიერებენ მანქანას. თავიდან არ გადავიღე, რა თქმა უნდა, მკითხე შეიძლებოდა თუ არა რომ გადამეღო. ამერიკელები რა თქმა უნდა არ არიან. ნახოთ მოკლედ რა სიტყვიან. მოკლედ მეუღლისთვის უნდათ ეს მანქანა. აი ამ რეინჯით არიან მოსულები. ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან მოეწონათ. ეხლა ამოწმებენ დიაგნოსტიკაზე. ნახოთ რა იქნება. მოკლედ რამოდენიმე კვირის წინ მეც მქონდა შეერთებული დიაგნოსტიკაზე, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, შევამოწმეთ, რომ ის არის საკმაოდ ბევრი ვიკატავე, რა თქმა უნდა, არც ჩეკი და არაფერი არ აუნთია. წესით ეხლაც სულად გამართული უნდა იყოს. ამოწმებენ მანქანას. მოკლედ, მეტი ვიდეოს გადაღების უფლება არ მომცან. მეუღლემ ქალ მომთხოვა, რომ თუ შეიძლება მეტი აღარ გადაიღო. ნახეთ როგორ წვიმს. ხო და მეთქი ოკეი. მოკლედ, როგორც ინტერიერი, ისევე ექსტერიერი ძალიან მოეწონა. დიაგნოსტიკაზე შეაერთეს და ძალიან მოეწონა მანქანა. ძალიან გთხოვო, უსაფრთხო ადგილას დამიყენე, ხვალ მოვა და წავიყვან. მეთქი ოკეი ჩემი ძმა. რა შეეხება ჩვენი გეგმების განხორციელებას? მე მგონი რაღაცეები არ გამოგვივა, რადგან ამათთან ურთიერთობამ ძალიან დიდი დრო წაიღო. თან ძალიან გაწვიმდა. რა თქმა უნდა, მე რა ბიჭხობს აუცილებლად ნახავთ, მაგრამ სანაპიროზე გასვლის ან სათვალის რა გითხრათ? Питайся. მოკლედ ეხლა არის 10 წუთები, ისე წვინდა აქამდე გამოსვას აზრი არ ქონდა. მოკლედ ვემზადებით ვერაბიჭყობის საგულშემატკივროდ, ეხლა მოვედი მაღაზიაში რაღაცა აპაროდუქტები უნდა ვიყიდო, აი აქ და წავიდეთ ლევანასთან და უგულშემატკივრ. წამოვყევით მაღაზიაში დავათვალიეროთ როგორი ფასებია და რეები იყიდება. წავედით. რეალურად ბევრი არაფერს ყიდას არ ვაპირებთ. პირველი აქაც უნდა მეყიდა. არის ყავა წინაზე ვიყავი შემოსული და მიხევარ იგი იყო ვეღარ ვიყიდე. მიხეთა როგორი ჯანსაღი პროდუქცია ვაგია აქეთაც. აქვს ლურძის პროდუქტებია. მოდი ნახოთ ამის ფასი. 1 LB არის მიახლოებით 400 გრამამდე თუ არ ვცდები რა, მაგალითად ეს ვაშლი ღირს 400 გრამი $5, ეს მწვანე $2.
ასე შემდეგ, ფასებს თქვენც ნახავდით. აგერ ვაშლატამაც, როწეული რატის $5 ავიღოთ ეს. ეს ვინა სახლისთვის. ეხლა ცოტა დავათვალიეროთ, მაგ რაღაც ტკბილეულობა იყიდება. ამ მაღაზიის ერთი რაც არ მიყვარს, უმეტეს შემთხვევაში ფასები არაფერს არ აწერია. მაგალითად როგორც აქ, არც აქ. ძალიან ბევრი რამე დევს, ყველი, კარაქი და რაღაცები, არაფერს ფასი არ აწერია. ეს დახეხილი ყოლებია, ძალიან კომფორტული. ჩაი ძალიან ბევრნაირი. აჰამედი ხო არ გეცნობა. აზერჩაი, ნუტელა, აქ ტკბილეულობებია. ეხლა რაღაცები უნდა ავარჩიო, წავიღო. აქ არის დამცხრების სექცია, ეს ნაყინებია თუ არ ვცდები. მოვედით უდებში, როგორც ლევანი ამბობს, უდი გვაქვსო. თუ რამე განსაკუთრებულს ვნახავთ, წავიღოთ. თუ არა და დავიკიდოთ. აი მაგალითად ლეფეღირს რაღაც $12-13, გინესი ღირს 6 ბოთლი $15, აუანელის $15. ამის სახელს არ ვიტყვი, მე უნდა დამცინოთ. კორონაც ეგრე ღირს რა. პატარა შეფუთვებშიც აქვს. $3, $2, $3 თითქმის 3. აქ სულ ენერგეტიკულებია. არ დალიოთ შხამია. აქეთ პურები იყიდება. ეს წყლები. თამარას კამპოტს ხო არ დალებდით. ქართულიც გაიჩიტა ჯორჯიანი. რაკაია? აქეთ რაღაცა პიჩენიები ავაგია. ეს უდი მე მგონი ჩეხეთში ღირს 40 ცენტამდე თუ არ ვცდები რა. აქ ღირს 4 წალი $8. ტყუილად ვარ აქ. შემი კალიასკა სად გააქრეს? აქ მედგა. აქ დავტოვე კალიასკა. აქეთ გადმოუყენებიათ. კალიასკა კი არა, კალათა. კალიასკას რატომ გიძახ? აი ბორჯომი მეგობრებო. თავისი ადგილი აქვს მეფური. აი რაფაელო წავიღოთ. უეჭველი. ეს ისაა რა, გადაფრთხე და მოიგია, რა ღირს არ იცი რა. You can ask me this in the store, please. Okay. მოკლედ მოვედი სანაპიროზე, სავარჯიშოდ. სირბილს ვერ გადავიღებ, რა თქმა უნდა და ვახტს და რაღაცებს გადავიღებ. მოდი ხა ვნახოთ, როგორია სანაპირო და რა ხდება აქ. ეს არის სანაპიროს შესასვლელი. შესასვლელთან არის ბავშვთა გასართობების სკვერი, სადაც არის დაიწონა საქანელები, კიბეები, საცოცი გასართობების სასრიალოები და ასე შემდეგ. ძალიან კაი ზონაა ბავშვებისთვის. აქეთ არის ძალიან ლამაზად დავარცხნილი მინდვრის საფარი. აქ არის ტაძარი, რომელიც მოდი უფრო ახლოდან ნახოთ და ნახოთ აქ რა ქანდაკება დგას. ესეც ძალიან ლამაზადაა გამწონებული. აქ ყველა სახლი ძალიან ლამაზადაა გამწონებული. აქ მგონი სიარული არ შეიძლება რაღაცეები წერია. წავიდეთ ახლა სანაპიროს შესასვლელად. აქ არის ჩოგბურთის დაფა, სადაც შეგიძლია ივარჯიშო, იქით ერთი ცალი კორტი და იქით კალათბურთის მოედანი. ეს არის შესასვლელი. აქედან შედიხარ. და უკვე აი რამდენი ხალხი დგას. აქ მესმის შრიამული. აქ არის ისეთი რაღაც, რაც ჩვენც უნდა გქონდეს ქართველებს. ჩვენი სტილი როა, აი მაგითო რა. აბა ახლა დაინახავდით. ბარბეკიუს რო წვავენ, ან სტეიქს, ან რაღაც მსგავს. ნახეთ, რამდენი სკამი და მაგიდაა რა, ანუ რა ვერთი 8 კაცი დაждდება და იქ იქ წყვილები არიან, აქეთ თინეიჯერები, აქეთ სამაკაცები და რავი. ესე კეიფობენ რა. აი რატო არის ახლა ეს ქართველებიც რა. ყოველ 2 მაგიდას შორის და კიდევ უფრო მეტი ესეთი რაღაც დგას, სადაც შეგიძლია ცეცხლი დაანთო, მწვადი შეწვა, სტეიკი შეწვა და ასე შემდეგ რა. აქ შეწვალ სტეიქს, ან რაღაც მწვადს, რაღაც მაგდაგვარს. იქ იოღრაშებ, იქეიფებ. მერე გადახვალ, ოკეანეში ჩაგდებულ საზამთროს ამოიღებ, რომელსაც ჩააცივებდი. ცოტა კოჭებზე გაისვენებ, ამოხვალ და ისევ იოღრაშებ რა. იმენასაჩვენებო. ეხლა დავათვალიეროთ. რა ხდება სანაპიროს. აქ გადასავლებია, წყალს დალევ. რამდენი ხალხია. ეს არის არბენი ბილიკი, სადაც დავდივარ ხოლმე, ველოსიპედებითაც კატაობენ, სროლებითაც კატაობენ. ეხლა ირუჯებიან. ცოტა ქვევით ფრენბურთის ბადეც აქვთ. ესე კატაობენ. იქ კერძო სახლებია.
გადმოვლენ სანაპიროსთან. გაერუჯებიან. იჭკუმპალაურებენ. პროსტა ამათი ვერ გავიგე რა. ხან მგონია რომ ცურო არ შეიძლება. და ხან იმდენი ხალხი ცურავს, რომ რავი რა და ხანდახან შეიძლება რავი 3 საათი ვიყო აქ და ერთი კაცი ჩავიდეს ან ორი. თუ გო? აქ შეიძლება თან ძალიან საკაიფოდ აბიჟაო რა. ესეთი ქვებია აქ. იქითაც დასახლებული პუნქტია რა. კუნძულივით. ამ ქვებზე ხშირად ხედავ ხოლმე და ბიჟაო. მოკლედ საკმაოდ ისეთი ვიდეო გამოვიდა. ბევრი რამე მოხდა ამ ვიდეოს დროს. პირველი ორი რაც მინდა ვთქვა რომ მე რავდვალიშვილს მიულოცო კამერის დაცვა და მეორე კვარაცხელიას მინდა მიულოცო ლიგის მოგება. ბრავო ბიჭებო, ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. სავარაუდოდ შეკითხვებიც გაჩნდებოდა თუ როგორ დორდაშიდან ესე უცებ როგორ მიხვედი მანქანებამდეო და ლოგიკური და სწორი შეკითხვაც იქნება რა და მოკლედ ესეთი ამბავია. სადღაც 8-9 წელი საქართველოში ავტოიმპორტით ვიყავი დაკავებული და რაღაც ძალიან დიდი ისტორია მაქვს მანქანებთან და მოკლედ ერთ-ერთი კომპანია გამოჩნდა რომელსაც სურს რომ ინკოგნიტოდ დარჩეს და ისევ ვცდილობს რომ ამ საქმეში დამაბრუნოს. საქართველოში რაღაც ჩავიხსენი რაღაც სურვილები მქონდა დაკარგული რამოდენიმე წელი რა და არა ერთი და ორი, ანუ საკმაოდ დიდი ხანი მქონდა სრული დაკარგული და თითქმის თავიც მქონდა დანებებული. ხო და მითხრა რომ სანამ ნორმალური სპონსორი არ გამოჩნდება, მოკლედ ის იდგება ჩემს გვერდით. მინდა მოგმართოთ, რომ გელოდებით, გამოჩნდით, სანამ ძალიან დიდებია რა, ცოტა იაფი დაგიჯდებათ, ჩემთან მეგობრობა და პარტნიორობა და თანამშრომლობა. ეგ მინდოდა მეთქვა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ კომპანიას, რომელიც ესე გვერდით დამიდგა რა. ახლა ვინმეს არ გეგონოთ, რომ აი ჩამოვედი და რაღაც ერთი მეშოკი ფული ჩამოვიტანე, ეგრე არ არის, ლარი და 20 თვარ ჩამოსული. მაგიტო ვაკეთებ ახლა ამ კომენტარსაც რა. მანქანებსაც ვყიდივ, დორდაშოპ კიდევაც, ანუ კურიერიც ვარ, რავი, ყველაფერს ვაკეთებ. აქ რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, რომ ის გატარებული დრო იყოს ღირებული სანამ აქ ვარ რა. რომ ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ კომენტარი თუ რის ნახვას ისურვებდით. მე აქ რო ვარ და ამდენ საქმეს ვაკეთებ, ხანდახან მიჭირს ხოლმე რაღაცა მოფიქრება თუ რა შეიძლება გადავიღო და რა შეიძლება აინტერესებდეს ხალხს. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ კომენტარის სახით დამიწეროთ რის ნახვას ისურვებდით. და ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ არხი. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, ყურადღებისთვის, და ლაიქებისთვის, კომენტარისთვის და რა თქმა უნდა გამოწერისთვის. აბა მომავალ შეხვედრამდე.